დღეს აქ ჩვენ ვართ შეკრებილი იმ ვითარების გამო, რომ ხელფასები მეტპერსონალის კლებულობს ბატონო ჩემო ავადმყოფის გადასახადი იზრდება და ამ სახელმწიფო პროგრამა, ესე იგი ავადმყოფის შიდუგჭირის ფარგლებში უნდა იყოს გაუმჯობესებული ამ ფონზე ჩვენ ხედავთ რომ მდგომარეობა უარესდება. როგორც ექიმის, როგორც მეტპერსონალის, ასევე ყველა თანამშრომლის ეკონომიური მდგომარეობა ცუდია. ესე იგი სიდუგჭირის ფონზე გადასახადი ავადმყოფის ძალიან იზრდება და ეს მიგიყვანა ამან იმამდე რომ ჩვენ იძულებული ვართ რომ ხმა მივაწვდინოთ მოსახლეობას, მთავრობას რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა. ყველაზე დიდი ოპერაციები, შრომადევადი ოპერაციები დაახლოებით 3000 ლარი, ექიმს აქვს მაქსიმალური 120 ლარი. ეხლა თუ ექიმს ამდენი აქვს, ექთას რამდენი აქვს? აი მაგალითად ჩვენი სამწყობო აკეთებს ყველანაირ სამედიცინო დახმარებას. ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტაციონარი არის საქართველოში. ჩვენ უნდა გქონდეს ყველაფერი ტექნიკური დანადგარები, რომელიც არ მუშაობს რიგ შემთხვევებში. არც ერთი ავადმყოფი აქედან არ უნდა წავიდეს სხვაგან. უკვე ემჩნევა რომ ხელფასები ღირებულება ისეთი ძვირი გახდა რომ ავადმყოფები გარბიან. უფრო დაბალი ისა გადასახადი აქვს ავადმყოფებს დაუშვათ ქუთაისში, თბილისში, რატომ უნდა იყოს ესე? თუ ამ გამაფრთხილებელმა აქციამ ადამიანის შედეგი არ მოიტანა, რას აპირებთ თქვენ სამომავლოდ? თუ ამ გამაფრთხილებელმა რა ქვია შეხვედრამ შედეგი არ მოიტანა, ჩვენ წერილობით იურიდიულ სამსახურს მოვიშველიებთ და მივმართავთ როგორც ბატონო ჩემო პრეზიდენტს, ასევე ჩვენს მინისტრს, რომ ყურადღება მიგვაქციონ, რომ არის უკიდურესი მძიმე სიტუაცია, განსაკუთრებით ეს ეხება საშუალო და უმცირეს მეტპერსონალს, იმიტომ რომ ყველაზე მძიმე სამუშაო აქვს ქირურგს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სპეციალობა. მიმართეთ აქამდე ვინმე სანდრო. აქამდე ჩვენ მიმართეთ მხოლოდ ჩვენს ადმინისტრაციას. და დაპასუხებთ. ჯერჯერობით ეს ჩვენი მიმართვა რჩება მხოლოდ ზეპირ ურთიერთობაში. ანუ გვეუბნებიან რომ ხელფასის დონე არ კლებულობს თითქოს და ბატონო ჩემო რომ ისინიც მუშაობენ ამ საკითხში, გადახედეს, გვეუბნებიან სიტყვიერად რომ მოიმატებს ხელფასი ჩვენს იმას რა ქვია გამოძახებებს ხელფასის დიფერენციაციაში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ხელშეკრულება რომელიც უნდა დადებულიყო ჯერჯერობით არ ჩანს. ეს გვაწუხებს. კონკრეტულად ჩვენი უფროსი არის როლანდი ახალაია. გვაქვს წერილობით ვისაც ევალება იმასთან მიმართვა. ჩვენი უფროსი ამის საქმის კურსში არის. გარდა ამისა აქ არის კიდევ ეკონომიური, კომერციული უფროსობა, ასე ვთქვათ, მე ფლობელი ეს კერძო საავადმყოფო არის და მე იმედი მაქვს რომ ყველა მიცის ეს. მე მუშაობა კოორდინატორად 30 წელიწადი არის კვალიფიცირებული სპეციალისტი ვარ. არ გვეშინია ჩვენ არც ერთი უცხოელი ექსპერტის ჩვენს მუშაობის ხარისხის შესახებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი ხელფასი.